ნამდვილად არ არის მისაღები და ვეწი დამოუკიდებლობა. არანაირი ძალადობას არ ვამართლე. აი არანაირი. ძალადობა? ძალადობა მისაღები. ძალადობა არავისთვის არ არის მისაღები შეიძლება. არანაირი საერთოდ არავის არანაირი ნიშნა. ყველანაირი ძალადობა ჩემთვის მოულოდნელია. არ უნდა მოხდეს, იმიტომ რომ ყველანი თანასწორები ვართ და ყველას თავისი აზრის უფლება აქვს და ყველას იმის უფლება აქვს, რაც უნდა რომ გააკეთოს. ცისფერები არ გივასება იტოჩი, მაგრამ ცემა გინდა მაგათი. რასმიო. ანუ მისაღები არის ძალადობა თქვენთვის მაგაცე კი. ანუ ეგენი არ არიან ამ ქვეყანაზე იმისთვის შექმნილები, რასაც ეგენი აკეთებენ. ანუ შესაბამისად არ უნდა არსებობდნენ. სენსუალური უმცირესობა საერთოდ არ უნდა იყოს, მაგრამ რადგან არის ყველას თავისი ისა არის. ვერ დაუშვი. არ შეიძლება არავის ძალადობა. ერთ მაგაზე ვიტყვი ერთ რამეს. ანდა უკომენტარო დავდო. მაგერიც იყო შვილო, მაგრამ ასე აშკარად ქუჩაში მაგას არ დაიძახა. მე არ მომწონს. ძალადობა არ შეიძლება მაგრამ. არც ისე რომ ასეთი როგორ თქვა ქართულა. აშკარად გამოწვევაც არ შეიძლება. არ არის მისაღები, ვისთვის უნდა იყოს ხა ის მისაღები. რა მისაღებია? ხანდახან გასაგებია რა, გაჩნია მომწ. მისაღები. საქართველოში არ არის შეგვიძლია. ანუ მათზე განხორციელებულ ძალადობას არ გმობთ. ყოველ შემთხვევაში ყველას თავისი შეხედულება აქვს, მიდიდათ არ მომწონს ეგ საქმე, მაგრამ ძალადობაც არ მომწონს. გუში ვისაც ჩასარხვენი უნდა შეარჩა. ნუ კანონი ვერ მოქმედებს. ნუ აუზიო. სექსუალურ უმცირესობებზე განხორციელებულ ძალადობას? არა, ეს დასაკმაყოფილებელი. ანუ სხვა არსებობის უფლება ყველას აქვს, მაგრამ როდესაც ხედავენ რომ ამ ქვეყანაში არ არის ტოლერანტობა მაგდონეზე რომ მიიღონ სექსუალური უმცირესობები, რატო გამოდიან ქუჩაში ვერ ვხვდები. როდესაც იციან რომ ძალადობა იქნება. ვფიქრობ, რომ სექსუალობის მშენებლობა ძალიან ხშირია საქართველოში. საერთოდ ალბათ ძალიან ბევრ ქვეყანაში. ალბათ რაღაც მომდევნო მივიღოთ. შენცებს